თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე მე სანდრო კაჭახიძე ვარ გამარჯობა. ომში ჩართვის საფრთხე კი არ გამქრალა, უფრო კაფიოგ და მძაფრი გახდა, აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ განცხადება პოლიტსაბჭოს სახელით გააკეთა. თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად გაძლიერდა ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული უჩანს, ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისთვის. პრემიერი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატების ხელში სავიზო რეჟიმის დაწესება ბოლო კოზირია და ბრიუსელს საქართველოში ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიის მიზნებს მოემსახურება. შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო მეტად ფართოვდება. რა თქმა უნდა, ეს არის გამოძახილი იმისა, რომ უკრაინის ომთან მიმართებით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი კვლავ დღის წესრიგში დგას და არათუ დგას დღის წესრიგში, არამედ შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტად მწვავედ არის აღნიშნული საჭიროება გლობალური ომის პარტიის მხრიდან დანახული იმის გათვალისწინებით, რომ დღეს უკვე მთელი ცენტრი სიმძიმისა არის გადასული სწორედაც ევროპაზე და ამ კონტექსტში რასაკვირველია შესაბამისი ჭრილოვანი გლობალური ძალების მხრიდან სულ უფრო აქტუალური შეიძლება იყოს განხილვა იმის თავაზე, რომ სწორედ საქართველო ჩაითრიონ აი ამ ომის ქარსაწყლში, როდესაც ხედავენ, რომ ხელისუფლებაში არიან ეროვნული ძალები, ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც არაფრის ფასად არ უშვებს და არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანაში საფრთხე დაემუქროს მშვიდობას, სტაბილურობას, ბუნებრივია დაიწყეს მუშაობა ძალიან სერიოზულად იმ გეგმაზე, რომელიც გულისხმობს, რომ მოხდეს ჩანაცვლება აი ამ ეროვნული ხელისუფლების აგენტურული ძალებით, მათი შესაბამისი დავალებების უპირობოდ შემსრულებლებით, რომლებთან ერთადაც მათ, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო გაუმარტივდებათ და პირდაპირ მიაღწევენ იმ მიზანს, რასაც ქვია უკვე საქართველოს ჩართვა აი ამ საომარ პროცესებში. ხელისუფლების ცვლილება უნდათ, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართულ სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებებს იღებს თბილისში. არ ექვემდებარება არანაირ შანტაჟს და პირველ რიგში ყურადღებას აქცევს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ყოველად მიუღებელი ამ წრეებისათვის ჩვენ და სამწუხაროდ. ისინი თვლიან, რომ საქართველოში უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, თვითონ მათი ტერმინია, ხო, ჩვენი ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მიმდევრებისა, რომ ცალფეხზე იდგეს. ვიზა ლიბერალიზაციაზე საუბრის დაწყება არ არის დაკავშირებული კონკრეტულად ამ ფაქტთან. ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის იარაღი Deep State-ის ხელში, შეიძლება ითქვას ბოლო ტყვია, რომ არეულობა შეიტანოს საქართველოში, ძალადობრივად მოახდინონ ხელისუფლების ცვლა, ანუ ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვიზა ლიბერალიზაცია სამი საფრთხე დაემუქრება, ქართველი ხალხი რევოლუციას ხარჯს დაუჭერს და შემდეგში განახორციელებენ იმ ამოცანებს, რა ამოცანებისთვისაც უნდათ ხელისუფლების ცვლა. ეს რომ ასე იყო, იქიდანაც დასტურდება, რომ 4 მცდელობა იყო სერიოზული რევოლუციისა საქართველოში, დესტაბილიზაციის. პირველი შემთხვევა ხომ არ არის, პირველი ცდა ხომ არ არის. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მართლ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ომში ჩათრება გლობალური ძალების რეალური მიზანი და სასურველი სცენარია, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. ევროპა და ევროკავშირი არასდროს არ აპირებდა ქართველი ხალხის დასჯას და არ აპირებს, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი. არც ერთ ჩვენს პარტნიორს და მეგობარს არასდროს არ მოუწოდებია საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ომში ჩართვისთვის. ასეთი ტიპის განცხადება არ გაკეთებულა. სწორედ მარტო დარჩენის შემთხვევაში იქნება საფრთხე იმ ძალიან მწვავე და რთული გეოპოლიტიკური რეალობის ფარგლებში. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს ის, რომ კონკრეტულად რომელიმე ქვეყანა მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, უფრო მეტიც ჩვენ ვამბობთ, რომ განსაკუთრებით გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც არის მსოფლიოში და ეს ფაქტია, მათ შორის ამაზე წინა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში საუბრობდა პრეზიდენტი ტრამპი, ეს ყველაფერი გულისხმობს Deep State-ი, რაც არის რეალურად არაფორმალური გავლენები და ძლიერი ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართული და უფრო მეტიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებებით შეიძლება მაგალითად ევროპელმა ბიუროკრატებმა ვერ მიიღონ. ყველაზე დიდი რისკი, რაც რეალურად ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული, არის საქართველოში დესტაბილიზაცია, ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და შემდეგ საქართველოს ომში ჩათრევა, რაც მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოვუვათ ამ ძალებს.
ევროკავშირის ელჩს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, აცხადებს პირველი კანონმდებელი. შალვა პაპუაშვილის განმარტებით ევროკავშირის ელჩი დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს. პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული. ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს. კი, მოლოტოვის კოქტეილი სასროლი იყო და იმიტომ ესროლა. კი, წიხლებით შესადგომი იყო და შედგა კიდეც. კი, პიროტექნიკაც უნდა ესროლა და ჯობდა უკეთ დაემიზნებინა. ესაა როგორც ჩანს მისი სათქმელი. ამიტომაც არის, რომ ვერ ნახავთ მის ვერც ერთ ხასვუსვამ, ვერც ერთ განცხადებას, სადაც მან ეს ქუჩის ძალადობა დაგმო. არადა თითქოს რა უდგას წინ იმის თქმას, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა ელჩის ლექსიკითვე რომ თქვათ ამას რზენია, მაგრამ არა, არც ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი, ამ პოსტის შემდეგაც არა. ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა. ადამიანის უფლებების უპატივცემულობითაა გამოწვეული, რომ დარღვევის საზომად იქცა თავდამსხმელი და არა მსხვერპლი. თქვი რომ ხარ პროევროპელი და მაშინ მოლოტოვის კოქტეილიც და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღია. თქვი რომ შენი მიზანი დიადია და მაშინ შენი ყველა საშუალება გამართლებულია. როგორ გინდა აქაც საბჭოთა კავშირი არ გაიხსენო. ეს არის სინამდვილეში რასთანაც გვაქვს საქმე. თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ საამართლიანია, ხოლო შენი დასჯა უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა მე ვისროლე კამპანია დააფინანსა და დღისით, მზისით ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა. გინახავთ სადმე ევროკავშირის ელჩის სინანული ამაზე. არა, ამასობაში კი ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი პროევროპული ძალადობა და ამ ვითარების ყურება მართლაც გულსატკენია და აქვე სტანდარტული წინადადება მოსალოდნელი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად. არა, ეს არ არის ელჩზე თავდასხმა, ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც თვითრეფლექსია და პასუხი სჭირდება. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. საუბარია იმ 8 რეკომენდაციაზე, რომელიც ბრიუსელმა თბილისს გამოუგზავნა. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი უვიზო რეჟიმის შეჩერება დაანონსა. ქართული ოცნება ევროკავშირის მოთხოვნას შანტაჟს უწოდებს. მმართველი გუნდისვამს კითხვას, რა კავშირშია ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ოჯახური ღირებულებების დაცვის და გამჭვირვალობის კანონებთან. ისინი რეალურად ვეღარ უხსნიან საკუთარ ამორჩეველსაც თუ რატო კარგავენ ვიზოს, ამიტომ გადასული არიან ცივისწამებაზე. ვიზა ლიბერალიზაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნა არის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა. ცდილობენ, რომ ყველა ტიპის კანონი, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ეს კანონები აქციონ დრაკონულ კანონებად. ევროკავშირი არის ვალდებული იმ ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რასაც ქართული ოცნება დღემდე აგრძელებს, კონდეს რეაგირება. ბურთი არის ქართული ოცნების მხარეს. მათგან უნდა მოდიოდეს პოლიტიკური ნება, მათ უნდა გაითვალისწინოს სიმძიმე, რა დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას ურთიერთობების გადატვირთვა შეუძლია ქართულ ოცნებას იმ შემთხვევაში, თუ მათ რეალურად გააჩნიათ პოლიტიკური ნება და გადადგამენ ნაბიჯებს ამ ნების გასახორციელებლად. ანუ გაატარებენ რეფორმებს, შეასრულებენ იმ რეკომენდაციებს, თქვენ გახსოვთ 12 რეკომენდაცია, საიდანაც შესრულდა, მეტნაკლებად შესრულდა 3 რეკომენდაცია. პირობები, რომელიც მათ მიერ იქნა წამოყენებული, აბსოლუტურად არის ჯერ ერთი აცდენილი თვითონ ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებით დადგენილ სტანდარტებთან. ამ შემთხვევაში რასაკვირველია, გვაქვს საქმე პირდაპირ ერთი მხრივ შანტაჟთან, მეორე მხრივ აბსოლუტურად უსამართლო თავდასხმასთან ისევ და ისევ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. ვიზა ლიბერალიზაციის თემით და შესაძლო უვიზო რეჟიმის გაუქმების, ასე ვთქვათ, საკითხით აპელირებენ ისევ და ისევ ის ძალები, რომლებიც ამ ფონზე და აი ამ ბერკეტის, შეიძლება ითქვას, რომელიც არის უკანასკნელი მართლაც ტყვია მათ მჭიდში, როგორღაც შეცვალონ საზოგადოების განწყობა, გამოიწვიონ საზოგადოებრივი პროტესტი და ამ პროტესტის ფონზე პირდაპირ რევოლუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. ეს არის მათი ჩანაფიქრი.
შანტაჟის იარაღი ევროკავშირისთვის წესით არ უნდა იყოს ისეთი სიკეთე, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია. ეს სადღაც ზევიდან კი არ დაგვეცა, ან ვინმე კი არ გვაჩუქა. საქართველოს მოიპოვა ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც იყო გარკვეული რეფორმების შედეგი. შესაბამისად, როგორც წესი, ეს უნდა ეფუძნებოდეს იურიდიულ საფუძვლებს. თითოეული ამ საფუძვლის კუთხით საქართველოს აბსოლუტურად ზედმიწევნით ასრულებს თავის ვალდებულებებს, რაც შეეხება მის შანტაჟის იარაღად ქცევას. ეს ფაქტი არის პირდაპირ ამბობენ, რომ თუ კი გინდათ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შენარჩუნებული იყოს, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შენგენის ზონაში უვიზოთ მოგზაურობა, მაშინ უნდა გააუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და უნდა გააგრძელოს საქართველოში, ვისაც სურვილი ექნება LGBTQ პროპაგანდას. ეს ჩვენთვის მიუღებელი არის. ამ მხრივ თუ კი აქვთ მზაობა, რომ გვესაუბრონ თანასწორ უფლებიანად, ჩვენ ამ მხრივ გვაქვს აბსოლუტური მზაობა. შესაბამისად, მათ შორის ის დედლაინი, რომელიც არის მოცემული, თავის მხრივ არის ღიმილის მომგვრელი, შეუძლებელიც კი იქნებოდა, რომ 31 აგვისტომდე ამ საკითხებზე გაგრძელდეს მსჯელობა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ევროპარლამენტის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციის შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის. დამატებითი ზომებია საჭირო ქართული ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს. ყველას მოუწევს ამასთან შეგუება, წერს მდინარაძე. შარშან გვეუბნებოდნენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. ირკვევა თურმე ავტორიტარული მმართველობის ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ. ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის ამისთვის საჭირო? დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. დემოკრატიის შუქურა, ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და სამართლიანი არჩევნებიც მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს. უნდა შევიდეთ DST-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გქონდეს. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც უკრაინა, ღია ომში. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს ქართულ ეროვნულ ახირებებზე უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგწერეს რამდენიმე დღის წინ. აი ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც პოზიტიური და მხარდამჭერი. მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციის შანტაჟი, როგორც ჩანს არ ჭრის. დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს. ყველას მოუწევს ამასთან შეგუება. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტიურად ჩავარდნილი იყო და მის დასაბუსტად რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხოვაა ეს განცხადება. მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველოს 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ატლანტიკურმა საბჭომ თავისუფლების და კეთილდღეობის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს 62.1% დაიმსახურა და ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა. 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში საქართველო ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა. კვლევის თანახმად ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელი 31% პუნქტით გაუმჯობესდა. საზოგადოება არ შექმნა, სადაც კორუფცია არ არის სოფლიოში. თავარი არის ხელისუფლება როგორ ებრძვის ამ მანკიერ პრაქტიკას ამა თუ იმ ქვეყანაში. აი ჩვენ იმიტომ ვართ მოწინავე პოზიციაზე, რომ მთავრობა საქართველოში დაუნდობელია ასეთი ფაქტებისათვის. და ყველა გამოვლენილი ფაქტი არ იქნება შეწყნარებული. ამაში ვინც იკვლევდა ის ადასტურებს ამას და იმიტომაც წავიწიეთ რეიტინგში წინ. აი ეს კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც ამ საკითხში ჩვენზე გაცილებით უკან არიან, კი არა ლიდერები არიან პირიქით კორუფციის საკითხებში. იმათ დემოკრატიის შუქურას ეძახიან ევრობიუროკრატები და ჩვენ ვინც ლიდერები ვართ ამ საკითხში, უსამართლოდ ესე იგი უკან გვეწევიან. მხოლოდ ამ საკითხში რო იყოს არა უშავს თქვა კორუფციასთან ბრძოლას. ნებისმიერი პარამეტრით ლიდერები ვართ, მაგრამ არ იმჩნევენ. თუ ჩვენ გავაანალიზებთ იმ პროგრესს, იმ წინსვლას, რომელსაც საქართველოს მიაღწია როგორც მთავრობის ეფექტიანობის ნაწილში, ისე კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, ვნახავთ, რომ განსაკუთრებით ხელშესახები შედეგები არის 2012 წლის შემდგომ. ყველა ხედავს იმას, რომ აბსოლუტურად უკომპრომისო ბრძოლა არის გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა
ადეკვატურ ასახვას პოვებს საერთაშორისო რეიტინგებშიც. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი თურქეთის ავიაკომპანიის, თურქეთის ავიახაზების დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში თურქეთის ავიახაზებისა და მისი შვილობილი კომპანიის აჯეტის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მიმართულების დამატების შესაძლებლობა. თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. წულუკიანის განცხადებით ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა სია სახელწოდებით წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, დასახელებული პირებიდან 15 ადამიანი დღესაც ცოცხალია. ერთი პირი მამის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალა, ზოგი კი მას შემდეგ, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა. საჯარო ინფორმაცია ნახეთ. თქვენ რომ დაგუგლოთ, ახლა მოიპოვებთ პირველ წყაროს ინტერმედიაჯით დაწყებული, ანუ ძალიან საჯარო და ისეთი ინფორმაცია. ხო არ არის ამ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია. მე იმართლა რომ გიხართ სამართლებრივ ნაწილში ვერც განვიხილავ, იმიტომ რომ არ ვიცი რაც მედავება. ცნობის უარყოფას, ვიცი ცნობის უარყოფას მედავება. იმ ცნობის უარყოფას, რომელიც ხომ გავრცელა? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში ამას წერდა ძალიან ბევრი. და მეორე, ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ხაზგასმით უნდა ვთქვა. ავრცელებს სხვა მედია. მე არ ვარ ამ ინფორმაციის პირველ წყარო. ხალბატონმა თიამ დაასახელა იმ პირების ბედი, რომლის ესე იგი სიკვდილის დასჯაში ეჭვიარება ნანუკა ჟორჟოლიას. ხო და მოიტანოს აბა ეს დოკუმენტები. აქედან მიიღო დოკუმენტები, რომ ეს არ მოვთანა. ამ ფაქტს ადგილი არ ქონია. ძალიან მარტივი თემა, ამას მოსამართლეც არ ჭირდება. მეათე კლასელი წესიერი ადამიანიც კი განიხილავს ამას, როდესაც ეკითხავს, ეს მოხდა თუ არ მოხდა, ეს ხალხი დაიხვრიტა თუ არ დაიხვრიტა. როგორი წესი ქონდათ, იმას მიეჩვენ ადრე, რომ მოდი მე შენ დაგაბრალებ რაღაცას, ცილს დაგწამებ და ვინაიდან მტკიცების თვითი შენზეა მე. ამ მტკიცე რომ არახარ დინოზავრი ან ამ მტკიცე რომ არახარ ზვიგენი. ეხლა მართალია კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ ეთყობა ეს ძველი მენტალიტეტი ისევ მოყვებათ, რომ მტკიცების თვითი თავისი კი არ არის, ისევ იმ ადამიანის კისერზე გადადის, ვისაც რაღაცა დააბრალეს. ასე აღარ გამოვა. ეს კანონმდებლობა შეიცვალა და ასეთ ცილისამებრებზე პასუხს აგებენ. გუშინ ნახე ხალბატონი თიას განცხადება, რომელიც შეეხება იმ წარმოუდგენელ ცილისწამებას, რომელიც მან პირადად და მისმა ოჯახმა მიიღო კონკრეტულად ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან. რას აღარ კადრულობენ, უკვე რა განცხადებებს არ აკეთებენ, აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც ეს ხალბატონი წერდა, რეალურად 20 მანდატანი ცოცხალი არის, ღმერთმა კარგად ამყოფოს, წარმოუდგენელია უბრალოდ რა აბსურდში ცხოვრობს ეს ხალხი. შესაბამისად ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თუ კი ვინმე გადაწყვეტს, რომ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ან ჩვენი გუნდის თითოეულ წარმომადგენელს მიაყენოს შეურაცხყოფა, გაავრცელოს დეზინფორმაცია, განხორციელდეს ცილის წამება, ეს ყველაფერი იქნება შესაბამისად რეაგირებული და ძალიან კარგი არის, რომ ხალბატონმა თიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმში მომხდარი მკვლელობა გახსნილია, პოლიციამ ორი პირი ცხელკვალზე დააკავა, ორივე თურქეთის მოქალაქეა. ერთ-ერთ მათგანს ბრალადედება, განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა და საზღვრის უკანონო კვეთა. მოკლულიც თურქეთის მოქალაქეა, მას ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში გუშინ დაესხნენ თავს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამოღებულია 2591 საბრძოლო ვაზნა. 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 15 ამფეთქი ფალია, 15 მჭიდი, 2 ხელყუმბარა და ტყვიან ფრქვევი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვემო ქართლის პოლიციამ კი თურქეთის 3 მოქალაქე დააკავა, მათ საზღვრის უკანონო ტყვეთა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ ნივთკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 13 ვაზნა. დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი თურქეთის ინტერპოლის მიერ 2 პირის განზრახ მკვლელობისთვის წითელი ცირკულარით ძებლილია.
გავიგოთ რა ხდება უკრაინაში. ღამით რუსულმა ძალებმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. დაღუპულია 1 ადამიანი, არიან დაშავებულები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ერთ-ერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა. ოდესაზე შეტევა 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა წინასწარი ცნობით. დაშავებულია 3 ადამიანი. უკრაინაში მიმდინარე საკითხებსა და სხვა გამოწვევებზე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ინფორმაციას რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ადმინისტრაცია ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზადაა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს სტამბოლში უმასპინძლოს. მხარეებმა ასევე განიხილეს ანკარასა და მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობები და სხვა გლობალური საკითხები. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა სირიის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს სირიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პაკისტანში ძლიერი წვიმების შედეგად ერთ დღეში 67 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა პენჯაბის პროვინციაში მოხდა. დაშავებულია 300 ადამიანი. ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. 25 ივნისის შემდეგ პაკისტანში ჯამში 159 ადამიანი გარდაიცვალა. ბრაზილიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს ელექტრონული სამაჯურის ტარება და კომენდანტის საათი დაუწესა. მოსამართლემ ბოლსონაროს სოციალური ქსელების გამოყენება და შვილთან კომუნიკაციაც აუკრძალა. ყოფილი პრეზიდენტი 24 საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ იქნება და მას ღამით კომენდანტის საათის დაცვაც მოუწევს. ბოლსონაროს, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას 2019-2022 წლებში იკავებდა, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. ლოს-ანჯელესში მომხდარ აფეთქება სულ მცირე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება ოლქის შერიფის დეპარტამენტის სწავლების ბაზაზე მოხდა, სადაც შერიფის მოადგილეები ტრენინგებს გადიან. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები მუშაობენ. დაუბრუნდეთ საქართველოში. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დევნილებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მე მოვისმინე მათი საჭიროებები, გამოწვევები, რაც ამ კომპაქტურ ჩასახლებებში არსებობს და ვეცდებით ყველა ის პრობლემა და ის გამოწვევები, რაც დღეს უდგათ ჩვენს დევნილებს, მაქსიმალურად გადავჭრათ. მნიშვნელოვანია აღნიშნული სახის კომუნიკაციები. უშუალოდ ხდებოდა პრობლემატიკაზე საუბარი, ზოგი საკითხი ადგილზე მომგვარდა, ზოგი ჩაინიშნა და დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ვიცნობ ბატონ გიორგის და მის მუშაობის სტილს, დარწმუნებულა იმ პრობლემებზე უსწრაფესი რეაგირებები ექნება. მოხარული ვართ, რომ ყოველთვის ჩვენს პრობლემას, ჩვენს გამოწვევებს გულისყურით ისმენენ, ითვალისწინებენ. ვიმედოვნებ, რომ მეუღლაშიც უფრო უკეთესი კომუნიკაციები შედგება. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი ოფიციალურად წარადგინა. NCDI გეოპორტალი არის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებს აერთიანებს. გეოპორტალი მოიცავს ყველა იმ სივრცით მონაცემს, რომელიც საჭირო არის თითოეული ადამიანისთვის, თითოეული ბიზნესისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის. პირობითად რომ ვთქვათ, ნებისმიერ დეველოპერს შეიძლება იხილოს ის არეალები, სადაც შესაძლოა იყოს პერსპექტიული მშენებლობა. ნებისმიერ კერძო პირს, რომელსაც აქვს ინტერესი განახორციელოს ესა თუ ის ბიზნესი, ექნება შესაძლებლობა ნახოს თუ რა არის მოსახლეობის სიმჭიდრო, არის თუ არა ანალოგიური ბიზნესები განთავსებული ამ ტერიტორიაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ ეს მონაცემები მოგცემს შესაძლებლობას მართოთ კრიზისული სიტუაციები. ეს არის რა თქმა უნდა ახალი ისტორიის შექმნის რეალური შესაძლებლობა. ის რაც არის მომავლის სიტყვა, ეს არის ციფრული განვითარება შემდგომში მომავალში, რა თქმა უნდა ეს იძლევა პრაქტიკულად სრულად ახალ პერსპექტივებს. ამიტომ ეს არის ძალიან სასიხარულო დიდი ამბავი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ეპოქაში, თანამედროვე ისტორიაში. გეოგრაფიული მონაცემების წარმოებელი ნებისმიერი კერძო და საჯარო უწყება უფლებამოსილია ატვირთოს მის მიერ შექმნილი მონაცემები ეროვნულ გეოპორტალზე, რის შემდეგაც უკვე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება ეს მონაცემები გააზიაროს, ჩამოტვირთოს და გამოიყენოს თავიანთი ბიზნესის თუ თავიანთი პროექტის განვითარების მიზნით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვების ცერემონია გაიმართა. წელს უნივერსიტეტს 700-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებმა.
ძალიან თქვენთვის საყვარელ კედლებში დააგროვეთ უკვე პრაქტიკულად თქვენ არის დღე, რომელმაც საქართველოს კიდევ ასობით ახალი პროფესიონალი ექიმი შეძინა ადამიანები, რომლებიც ძალიან ღირებულ პროფესიას დაეუფლნენ, რომლებმაც ძალიან კეთილშობილური მისია უნდა განახორციელონ და ხვალ ისინი უნივერსიტეტის კედლებიდან უკვე თავისი პროფესიული მიმართულებით გადაინაცვლებენ, ისინი შეუდგებიან თითოეული ჩვენი მოქალაქის, ამ ქალაქის სტუმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ეს არის დღე, რომელსაც რა თქმა უნდა საეტაპო მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის ცხოვრებაში. ეს არის განათლების ეტაპის დამთავრება, მაგრამ ეს არ არის რა თქმა უნდა სასრული იმისა, რასაც ქვია ცოდნის მიღებისა და გაღრმავების დიდი წყურვილი, რაც რა თქმა უნდა თამდევი იქნება მათი პროფესიული წინსვლისთვის. ეს არის მთავარი თვისება, რაც თითოეულმა მათგანმა სწორედ დღეს მოიპოვა. ვულოცავ ამ ერთი ეტაპის წარმატებით გავლას და მომდევნო ეტაპზე დიდ წარმატებას. ჩვენ მორიგი გამოშვება გამოუშვით ჩვენი კურსდამთავრებულებისა, ექიმების, ფიზიკური თერაპევტების, ფარმაცევტების, სტომატოლოგების, ექთნების, ჯანდაცვის მენეჯერების და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი საზეიმოდ აღნიშვნა ამ დღის, იმიტომ რომ ჩვენ გზას ულოცავთ ახალგაზრდებს და უსურვებთ მათ დიდ წარმატებას. დღეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება, მაგრამ წინ დიდი პასუხისმგებლობით და იმედებით აღსავსე გზა არის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქ აკადემიურ პერსონალს, განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 180 საიუბილეო თეატრალური სეზონი პრემიერით დაიხურა. ნაჩვენები იყო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული სპექტაკლი „თებმა დახუჭეს თვალები“. წარმოდგენა რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინეშველიძემ დადგა, რომელიც მხატვარ მირიან შველიძის ხსოვნას ეძღვნება. დავხურეთ 180 სეზონი, საიუბილეო, უნიკალური ჩვენი რეალობისთვის, რადგან უძველესი თეატრია. რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ერთად იყო, ასე რომ ვთქვათ, კოლაბორაცია ჩატარებული. ჩვენი თეატრისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ ესე სინქრონიზაცია გავაკეთოთ ხოლმე ახალგაზრდების, სხვა თეატრის. ატმოსფეროა მთავარი მაინც ჩვენთვის სახეობებისთვის, რომ მოდის იქიდან სითბო, გულით არ არსებობს, რომ აქიდან ყველაფერი არ დავდოთ და არ ჩავდოთ, რაც გვაქვს, ენერგია არ არსებობს, შეკავება რამისი. არა მარტო გორის, ჩემი აზრით, ეს სპექტაკლი გორის ერისთავის თეატრმა უნდა ატაროს და ჩვენ საქართველოს კუთხეს, ყველა კუთხეს უნდა გააცნოს. მესამე საპრემიერო ჩვენება იყო ნიკოლოზ შველიძის ძალიან კარგი სპექტაკლი ვიხილეთ. სასიხარულოა, როდესაც დარბაზი სავსეა და გორი სწორედ ის ქალაქია, სადაც თეატრი ძალიან უყვართ და როგორც ყოველთვის მაყურებლის აღფრთოვანებას მსახიობებიც იმსახურებენ ხოლმე და რეჟისორებიც. თაწმინდის პარკი ლუდის ფესტივალს მასპინძლობს. დღის 5 საათიდან ღამის 1 საათამდე ყველას აქვს შესაძლებლობა დააგემოვნოს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში წარმოებული სხვადასხვა სახის ლუდი. ფესტივალი 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საუკეთესო ლუდი შევქმნათ, ასევე პატარა კონკურენცია გაუწევთ ასეთ კარგ ლუდებს და შევქმნათ საერთოდ საქართველოში კრაფტ ლუდის გემო. ძალიან კარგი არის ესეთი ფესტივალები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კლიენტი არის და საბოლოოდ ეს პოპულარიზაციაში ძალიან ეხმარება საერთოდ კრაფტ ლუდს და საერთოდ ლუდს. სახეობის ლუდი არის წარმოდგენილი. არის მუსიკალური წარმოდგენები, არის გასართობი წარმოდგენები. მოსულ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ მრავალი ლუდის ნაირსახეობა, დატკბნენ მუსიკალური წარმოდგენებით და მიიღონ შეჯიბრებებში, სახელმწიფო შეჯიბრებებში მონაწილეობა. წელს უკვე მესამედ თაწმინდის პარკში ტარდება თაწმინდის ლუდის ფესტივალი. წელს გვაქვს სიახლე. იცით რომ მრავალი წელი ველოდებოდით საბაგიროს ამუშავებას და წელს ზუსტად საბაგიროსთან ერთად ხვდებით ამ ღონისძიებას. ლუდის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ლუდის მწარმოებელი კომპანიები. არის ძალიან დიდი მრავალფეროვნება, ასევე გვაქვს გემრიელი საკვები, მუსიკა და სიგრილე, რაც მთავარია. მსოფლიოს უნივერსიადის პარკლებში ჩვენმა წყალბურთელებმა გამარჯვება იზეიმეს. კორეის ნაკრები 29-7 დაამარცხეს. ჯგუფში მეორე მატჩს დღეს ჩილეს წინააღმდეგ ჩაატარებდა. არის პოზიტიური განწყობა და ყველა 100%-ით ჩართულია იმაში, რომ საუკეთესო შედეგს მივახციოთ ამ ჩემპიონატზე. გვაქვს თამაში ჩილეს ნაკრებთან და 21-ში გვაქვს იტალიის ნაკრებთან და საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს ამ ორივე გუნდთან გამარჯვების და შემდეგ მედლის მოპოვების.
ქართველი მორაგბეები კი მორიგი წარმატებისთვის ემზადებიან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტების ბოლო მატჩს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან სტუმრად გამართავს. შეხვედრა ძალიან მალე თბილისის დროით 19 საათსა და 10 წუთზე დაიწყება. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ მზად ვართ ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდეთ. დავინახავთ, რამდენად გაუწევთ კონკურენციას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. გავიგებთ, სად ვიმყოფებით, რაზე გჭირდება მუშაობა და რას ნიშნავს მსოფლიოს საუკეთესოებთან თამაში. ყველანაირი შედეგისთვის მზად ვართ. კურიერი პირდაპირ ეთერში 9 საათზე იზი ბურნაძესთან ერთად დაბრუნდება. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ კურიერი პირში შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.